ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ძლიერი დარტყმების სერიისა და ავიაციის მასშტაბური გადაყვანის შემდეგ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ირანში ხდება ის, რაც თვითონ ირანელ ჩინოვნიკებს აიძულებს წარმოთქვან საშინელი სიტყვა გადატრიალება. სანამ დონალდ ტრამპი მეშვიდე ღამეა ზედიზედ ბომბავს ირანის ხიდებს, პორტებს და როგორც თავად ირანელები ამბობენ ელექტროსადგურებს, ხოლო ირანი საპასუხოდ ურთხამს წყლის გამტკნარების და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, მაგალითად ქუვეითში. და აშშ-ში სამხედრო ბაზებს 5 ქვეყანაში, თავად ირანის უმაღლეს ხელმძღვანელობაში კი მიმდინარეობს მეორე ფარული ომი. ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის რადიკალები ადანაშაულებენ მომლაპარაკებლებს, რომლებმაც ტრამპთან ზავი გააფორმეს. აი ციტატა. ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ რბილ გადატრიალებაში. დიპლომატებს, რომლებიც ამ მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდნენ, ალი ხამენეის დაკრძალვაზე ქვები დაუშინეს და მათ სახეში უყვიროდნენ. მოღალატე. ხოლო ახალი უზენაესი ლიდერი, რომლისთვისაც თითქოს ეს ყველაფერი კეთდება უხილავია და მას ჯერაც არავინ უნახავს, და სწორედ ეს ორი პროცესი, გარე ომი და შიდა განხეთქილება, ეხლა ერთიანად შეერწყა ერთმანეთს. სწორედ ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის რადიკალებმა და არაოფიციალურმა თეირანმა უბიძგეს ირანს შეტევაზე ამერიკის წინააღმდეგ. ამასთან ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი უკვე ოფიციალურად და საჯაროდ ემუქრება, რომ სწორედ შეტევაზე გადავა და არა თავდაცვაში დარჩება. ამ გამოშვებაში დეტალურად გეტყვით, სად და რამდენჯერ დაარტყეს შეერთებულმა შტატებმა გასული დღეღამის განმავლობაში და რამდენად კრიტიკულია ეს. რითი და ვიზზე უპასუხა ირანმა, მათ შორის მთელი ქვეყნების წყალმომარაგებასა და ელექტროენერგიაზე დარტყმებით. და მთავარი რა გადატრიალება ხდება ახლა თეირანში და ვის უჭირავს ახლა სინამდვილეში თითის სასახლეზე. ჩემი სახელი ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი. ჩვენ მივიწევთ 300,000 გამოწერისკენ, ამიტომ მადლიერი ვიქნებით თქვენი პირადი გამოწერისთვის. მოდი დავითხოვოთ ამერიკული დარტყმებით. პირდაპირ ფაქტებზე, ზედმეტი სიტყვების გარეშე. 17 ივლისის ღამეს ცენტრალურმა სარდლობამ დარტყმა მიაყენა ირანს, კერძოდ ხარმაზგანის პროვინციაში მდებარე ხიდებზე. ეს არის საავტომობილო და სარკინიგზო ხიდი ბანდარ ჰამირის ქალაქთან. რათა მოწყვიტონ ირანის მთავარი პორტი ბანდარ აბასი თეირანისკენ მიმავალი გზებიდან. მეორე, ჩამოინგრა სადისპეჩერო კოშკი ჩაბაჰარის პორტში, ომანის ყურეში. და ეს დაფიქრდით არის საკვანძო სავაჭრო მარშრუტი, რომელსაც ირანი ინდოეთთან ერთად ავითარებდა და რომის მეშვეობითაც ასევე მარაგდება ავღანეთი. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტები, კერძოდ ელექტროსადგურები. ტრამპმა დაიწყო თავისი მუქარის განხორციელება, როცა განაცხადა, რომ ირანს მთელ ელექტროენერგიას წაართვევს, თუ ის მოლაპარაკებებზე არ წავა. ამერიკელები ამაზე დუმან, მაგრამ ირანმა პირველად ოფიციალურად ავიარა. სახელმწიფო სააგენტო ისნამ შემდეგი გაავრცელა. ენერგეტიკის სამინისტრომ სამხრეთის პროვინციების მოსახლეობას მიმართა. ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდა. პირდაპირ დაასახელა მიზეზად ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა ექსტრემალური სიცხის ფონზე. გარდა ამისა, ახლა გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-მ 18 ივლისის ღამეს ირანზე მორიგი მასიური დარტყმების სერია განახორციელა. აშშ-ში შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, დარტყმები განხორციელდა სადამკვირვებლო ობიექტებზე, სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად გამოყენებული იყო ამერიკული გამანადგურებლები, უპილოტო აპარატები და სამხედრო გემები. ასევე სარდლობაში აღნიშნეს, რომ ეს უკვე მეშვიდე ღამეა ზედიზედ, როცა ამერიკული დარტყმები ირანს მიეყენება. და შემდეგ ციტატას მოვიყვან. ცენტრალური სარდლობა აგრძელებს ირანის პასუხისგებაში მიცემას უმაღლესი მთავარსარდლის მითითებით. ამავე დროს სრულად უზრუნველყოფს ირანული პორტების საზღვაო ბლოკადის დაცვას. მეტი ვიდრე 50,000 ამერიკელი სამხედრო მსახურობს მთელ ახლო აღმოსავლეთში და ინარჩუნებენ სიფხიზლეს, საბრძოლო მზადყოფნას და მზად არიან ნებისმიერი ამოცანის შესასრულებლად. ეხლა რატო არის ეს მხოლოდ დასაწყისი? დღეს გამოცემა Axios 3 ამერიკული და ისრაელის წყაროს ციტირებით წერს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელს აცნობა, რომ რეგიონში ათეულობით დამატებით ტანკერ თვითმფრინავს აგზავნის. ეს უნიშნელო არ არის, რადგან საწავის შემსები თვითმფრინავები საჭიროა ხანგრძლივი და სტაბილური ომისთვის. საჰაერო კამპანიები. აი ჟურნალი Air and Space Forces Magazine ზუსტ ინფორმაციას აქვეყნებს. კერძოდ რეგიონში ახლა მიემართება F-16-ები 480 ესკადრილიიდან გერმანიაში მდებარე შპანგდალემის ბაზიდან და F-35-ები 48-ი ავიაკრილიდან ბრიტანეთის ლეიკინჰიტის ბაზიდან.
ტრეკერების მონაცემებით რეგიონში მიემართება 30-მდე F-16 და 18 Stealth გამანადგურებელი F-35A, რომელთაგან ნაწილი უკვე განადგურებულია, ნაწილი კი იორდანიაში გადავიდა. დამატებით რეგიონში უკვე განთავსებულია არმადა. ეს არის ორი ავიამზიდი, Gerald Ford-ი და Abraham Lincoln. Newsweek ამატებს ინფორმაციას და წერს, რომ რეგიონში უკვე საკმარისი ცეცხლსასროლი ძალაა, რათა დონალდ ტრამპმა ნებისმიერ მომენტში გასცეს ბრძანება სრულმასშტაბიანი ოპერაციის დაწყების შესახებ, თუნდაც ამ შაბათ-კვირას. ხოლო სიტუაციურ ოთახში სამშაბათს ტრამპს მაგიდაზე ახალი ვარიანტები დაუდეს. მათ შორის იყო დარტყმა მიწისქვეშა კომპლექსზე, მთა კიევზე, სადაც როგორც მიიჩნევა დამალულია ირანული ურანი. თუმცა გადაწყვეტილება ჯერ საბოლოოდ მიღებული არ არის. ამავე დროს დაზუსტებულია, რომ ამ ეტაპზე ამერიკელებმა გადაწყვიტეს მაქსიმალური რაოდენობის ავიაცია გადაიყვანონ ახლო აღმოსავლეთში. და ამ ავიაციის უმეტეს ნაწილს დიდი ალბათობით სწორედ ისრაელში განათავსებენ და არა, მაგალითად, ქუვეითში ან ბაჰრეინში. მნიშვნელოვანი დეტალია გამოცემა The Hill-ისგან. ნაწილი საწვავის შემსები თვითმფრინავების აგზავნიან იმიტომ, რომ ზოგიერთი სპარსეთის ყურის ქვეყანა შესაძლოა უარს ამბობს. შეერთებულ შტატებს სდომასა და გადაფრენაზე უარი უთხრეს, ან საკუთარი ბაზები ირანული დარტყმებისთვის ზედმეტად მოწყვლადად მიიჩნიეს. ანუ მოკავშირეები ცოტათი იცხებენ თავის არიდებას, ხოლო ამერიკელები ცოტათი იცხებენ თავიანთი თავდაცვის სისტემის გადახალისებას ამ რეგიონში. და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, ავიაციას გადაიყვანენ ისრაელში. ეხლა რაც შეეხება ირანის პასუხს, ის სრულიად ახალ, ბევრად უფრო საშიშ დონეზე გადავიდა. თუ ადრე ირანი ძირითადად აშშ-ს სამხედრო ბაზებზე ურთხამდა, გასულ დღე-ღამეში მან უკვე მთელი ქვეყნების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიიტანა დარტყმა. მოდით აქვე ჩამოთვლის სიას. ქუვეითი ყველაზე მეტად დაზარალდა. ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსმა დაარტყა ზღვის წყლის გამთქნარების სადგურს. ეს არის სადგური, რომელიც ერთდროულად აწვდის ელექტროენერგიას და სასმელ წყალს. რატომ არის ეს საშინელი? იმიტომ, რომ ქუვეითი თითქმის 90%-ით ზღვის წყლის გამთქნარებაზე არის დამოკიდებული. დარტყმა ზღვის წყლის გამთქნარებელ სადგურზე უდაბნოს ქვეყანაში ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ხალხს წყალს არ თმევ. ქუვეითის მთავრობამ დაადასტურა, რომ ხანძარი სწორედ ამ ზღვის წყლის გამთქნარების სადგურზე მოხდა და გენერაციის ბლოკები დაზიანდა. დამატებით ძლიერი ხანძარი ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაში. ქუვეით პეტროლიუმი, ქალაქ ალ-ახმადიში. კომპანიამ განაცხადა მნიშვნელოვანი დაზიანებების შესახებ. ანუ ირანელებმა უკვე ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანებზე დაიწყეს დარტყმა. დამატებით, ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა შეჩერდა რაკეტებისა და დრონების თავდასხმების საფრთხის გამო. ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსმა განაცხადა, რომ დაარტყა ამერიკულ მხარდაჭერის ცენტრს არიბჯანის ბაზაზე და გაანადგურა რადარი ალი-ეს-სალემის ავიაბაზაზე. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ. მათ მაინც დარტყმა მიაკნეს ზღვის წყლის გამთქნარების სადგურს. ახლა კი CBS News-ი რაც შეეხება ქუვეითს წერს, რომ იქ მართლაც ახლა ყველაზე რთული სიტუაცია. და ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა ჯერ კიდევ იცვის და ჯერჯერობით ვერაფრით ახერხებენ მის ჩაქრობას. გავაგზავნოთ. ბაჰრეინი. ბაჰრეინში ძღამით სირენები ისმოდა. თავდაცვის ძალები რამდენიმე თავდასხმას იგერიებდნენ. ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსმა განაცხადა, რომ დაარტყა შეიხისას ავიაბაზას, სადაც თეირანის ვერსიით განთავსებულია ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავები და სადაზვერვო ცენტრი. იორდანია. და აქ საქმე სერიოზულია. CBS საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანმა ერთი კვირის განმავლობაში მინიმუმ 2 სამხედრო ბაზაზე მიიტანა იერიში იორდანიაში. რამდენიმე ამერიკელი სამხედრო მოსამსახური დაიჭრა. დაღუპულები არ არიან. დაზიანებების სიმძიმე ზუსტდება. იორდანიამ დაადასტურა 3 ირანული რაკეტის ჩამოგდება. კატარი შეგახსენებთ ამ ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში შუამავალია. ამ ღამით რაკეტური თავდასხმა მიიღო. წინა ღამით ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევით ბავშვი დაიჭრა. ასევე დარტყმის ქვეშ იყო ომანი. და პირველად სირია. იქ დაარტყეს ათ-ტანფის ბაზას. ამაზე წინა გამოშვებაში ვსაუბრობდით. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის არგუმენტაცია. ეს თითქმის სიტყვასიტყვით რელიგიური, ასე ვიტყოდი. და შემდეგ ციტატას მოვიყვან. რადგან არ არსებობს საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს ამერიკელი სამხედროების სისასტიკე, ჩვენ სხვა გზა არ დაგვჩენია გარდა იმისა, რომ ყურანის ბრძანებას მივყვეთ. ვინც თქვენზე თავს დაგესხვება, თქვენც მას იმავე ფორმით დაესხით თავს. შემდეგ კი ისმის გაფრთხილება აშშ-ის მოკავშირეების მისამართით რეგიონში. დაელოდეთ ახალ დარტყმებს.
ეს პირდაპირი მუქარაა დუბაის, დოხას, რიადისა და სხვების მისამართით, ანუ ყველას, ვინც ახლოს იმყოფება. საერთოდ ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის რიტორიკა ძალიან შეიცვალა და ახლა ისინი უკვე თავდაცვი და შეტევაზე გადასვლით იმუქრებიან. ამბობენ, რომ მთელი ეს დრო თავს ვიცავდით, ეხლა კი შეტევაზე უნდა გადავიდეთ. როგორ იქნება ეს? ალბათ მხოლოდ ღმერთმა იცის. ეხლა კი თავარი, რასაც საერთოდ მთელი ეს გამოშვება ეძღვნება. იმიტომ რომ ამ ხმაურიანი ფრაზების ირანი პასუხობს ამერიკას, ან ირანი შეტევაზე გადადის. მიღმა იმალება ის, რაც თავად ირანში ხდება. და იქ როგორც თავად ირანელმა პოლიტიკოსებმა აღნიშნეს, დიდი გადატრიალება მციფდება. CNN აღწერს სცენას, რომლისგანაც იცით ტანში ჟუანტელი გივლით, რადგან ეს მართლაც საშიშად გამოიყურება ირანის რეჟიმისთვის. და როდესაც ირანის პრეზიდენტი ფეზიშკიანი, შეგახსენებთ ამ ეპიზოდს, ჩვენ უკვე განვიხილეთ ეს თქვენთან ერთად. როდესაც ირანის პრეზიდენტი ფიზიშკიანი მიდიოდა მოკლული ყოფილი ლიდერის ალი ხამენეის კუბოს გვერდით, გლოვის პროცესიისას ხალხი სკანდირებდა არა გარდაცვლილის პატივსაცემად, არამედ ირანის პრეზიდენტის მისამართით. და ისინი ითხოვდნენ, ციტატა, სიკვდილი გარიგებაზე დამთანხმებელს. იგულისხმებოდა ის, ვინც ამერიკელებთან რაიმე გარიგებაზე დათანხმდა. უფრო მეტიც, თავარ დიპლომატს აბას არაქჩის, სწორედ მას, ვინც ტრამპის ადმინისტრაციასთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს და სანქციების ნაწილის მოხსნას მიაღწია, ხალხმა ქვები დაუშინა და უყიროდა მოღალატე და გაკიდული ნაბიჯვარო. მას კი ფაქტობრივად გაქცევა მოუწია დაკრძალვიდან. იქ იყო სცენა, როცა დაცო უბრალოდ ცდილობდა მას ხალხისგან დაეფარა. დაფიქრდით, საგარეო საქმეთა მინისტრს და პრეზიდენტს სახელმწიფო ცერემონიალზე ქვებს ესვრიან. საერთოდ რა არის განხეთქილების არსი? ის რა თქმა უნდა ამ საჩვენებელ სურათში არ არის. უბრალოდ ეს სურათი, როცა ქვებს ესვრიან, გარეგნულად აჩვენებს, რომ თეირანში ყველაფერი კარგად არ არის. აი ასე, რადიკალურ ფრაქციებს ირანში უწოდებენ გამძლეობის ფრონტს. სუპერ რევოლუციონერებს ან 1979 წლის რევოლუციის იდეალების მცველებს. აი ეს ყველაფერი. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ჩინოვნიკები, რომლებმაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას დონალდ ტრამპთან, იმის ნაცვლად, რომ შური ეძიათ მათი აიათოლა ალი ხამანეის მკვლელობისთვის, ამერიკელების წინაშე კაპიტულირდნენ. მათი ვერსიით ეს შეთანხმება ახალი უზენაესი ლიდერის მაჯდაბა ხამანეის ბრძანებების დარღვევით მოაწერეს. ეხლა კი მთავარი მომენტი, რომელიც ყველაფერს საერთოდ აბინძურებს. მაჯდაბას საერთოდ არავის უნახავს. მაგრამ ეს რადიკალური ფრთა ამბობს. მაჯდაბამ საერთოდ გასცა ბრძანება, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოეწერათ ხელი ამერიკელებთან არც ერთ შეთანხმებაზე. ხოლო ამ მოღალატეებმა, პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღეს და მოაწერეს. მაგრამ შეგახსენოთ, მაჯდაბა ასე არც კი მიმართა ერს, გარდა იმ წერილებისა, რომელსაც ის წერს და რომელსაც ირანის ტელევიზიით კითხულობენ. მან არაჩვენა ძალაუფლება, არ გამოჩენილა ხალხში. საკუთარი მამის დაკრძალვაზეც კი არ იყო და რადიკალები სწორედ ამას იხენებენ. ისინი ადანაშაულებენ ხილულ ხელმძღვანელობას, ანუ პარლამენტის თავმჯდომარე გალიბაბს, პრეზიდენტ პაზიშკიანს, საგარეო საქმეთა მინისტრს. არაქჩი, რომლებიც სითქოს ახლა მართავენ უხილავი ლიდერის სახელით, ადანაშაულებენ მათ რბილ გადატრიალებაში. ისინი ცდილობენ მიითვისონ ხელისუფლება, შეაჩერონ პარლამენტი, არღვევენ ლიდერის მაჯდაბე ხამანაის ბრძანებებს, არღვევენ მოლაპარაკებებზე და საერთოდ არბევენ რადიკალების ღამის მიტინგებს. აღმოჩნდა, რომ ირანში მართლაც სტარდება მიტინგები, უკვე ამ ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ხარდამჭერების მიერ. ეხლა კი მოვიყვან პირდაპირ ციტატას დეპუტატის, სწორედ რადიკალის მაჰმუდ ნაბავიანის, რომელიც თავად იყო მოლაპარაკებების დელეგაციაში, შემდეგ კი მხარე შეიცვალა და საერთოდ ცდილობდა შეთანხმების ჩაშლას. და სხვადასხვა მართლაც ცდილობდა. ეხლა გაერკვა ინფორმაცია, რომ სწორედ მან გახსოვთ გაასაჯაროა მედიაში 14 პუნქტიანი დოკუმენტის ვერსია. როცა დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ ბრაზობდა იმაზე, რომ როგორ შეიძლება ასე, ჩვენ ჯერ არაფერი მოგვიწერია, ხოლო ირანელები უკვე ავრცელებენ მედიაში ამ მემორანდუმს, აი ჩვენ სწორედ მემორანდუმის ტექსტი გავიგეთ ბევრად ადრე, ვიდრე ამერიკელები გამოაქვეყნებდნენ მას. სწორედ მაჰმუდ ნაბავიანისგან. ასე რომ ის საჯაროდ სვამს კითხვას და აფრთხილებს ირანის ხალხს. ნუ თუ ჩვენს ქვეყანაში გადატრიალებას ამზადებენ. ახლა რატომ არის ეს კითხვა საერთოდ სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხი მთელი რეგიონისთვის? შეხედეთ ძალთა განლაგებას. ახალი ლიდერი, ანუ მაჯდაბა ხამანეი, უხილავია, სადღაც არის, გაუგებარია სადიმყოფება. ყველა ამბობს, რომ უბრალოდ უსაფრთხოების მიზნით, მასაც კი არ აჩვენებენ, ხოლო ზოგი პირდაპირ ვარაუდობს, რომ ის მინიმუმ შეიძლება უუნარო იყოს. ოფიციალური მომლაპარაკებლები, რომლებიც მშვიდობას ისურვებდნენ, დისკრედიტებულნი არიან, ქვებით ჩაქოლეს და ღალატში დაადანაშაულეს. და ვინ ავსებს ამ ვაკუუმს? ხელისუფლების ვაკუუმს ავსებს ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი, რომლის გავლენაც ირანში სწრაფად იზრდება და
და სწორედ ახლა რადიკალები ადგენენ დრის წესრიგს. და სწორედ ამიტომ ირანი გადავიდა შეტევაზე. აი ეს დარტყმები ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის მხრიდან არმუტის სრუტეში გემებზე, რომლებმაც დაანგრიეს მთელი ზავი. სწორედ ამ, როგორც ისინი საკუთარ თავს უწოდებენ, ულტრარევოლუციონერების ინიციატივა იყო. და ეს არის მათი შეტევის ლოგიკა. ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასევე რადიკალმა მანუჩეხარ მათთახიმ ირანის ტელევიზიით 4 შაბათს განაცხადა. ჩემი წინადადება რეგიონში ამერიკის ერთ-ერთ ბაზას დავესხა თავს. შეტევაში, სადაც ასობით, შეიძლება 1000-ობით ამ ამერიკელი ტერორისტია, საკმარისია 100 ჯარისკაცი აიყვანო და ირანში ჩამოიყვანო. ანუ ის თავაზობს შეტევაზე გადასვლას ამერიკელების ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე, ამერიკელი სამხედროების მძევლად აყვანას და შემდეგ მოლაპარაკების ცდელობას. ეს ფაქტობრივად ესკალაციის პროგრამაა, რომელსაც ის უკვე პირდაპირ ეთერში აცხადებს. ეხლა მოდით მთლიანად შევკრათ სურათი, რა ხდება რეალურად. ზავი დაინგრა არა იმიტომ, რომ ოფიციალურმა ირანმა გადაიფიქრა, არამედ იმიტომ, რომ რადიკალურმა ფრაქციამ, რომელიც დაკრძალვებზე წამოიცია და ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსს ეყრდნობა, ირანზე კონტროლი გადაიბარა. დასუსტებულ და დისკრედიტირებულ მოლაპარაკებლებზე ზეწოლას ახდენენ და ირანს აშშ-შუსთან სრულ-მასშტაბიან ომში ეკაჩებიან. როგორც ისინი ამბობენ, რომ ლიდერისთვის შური იძიო. აქედან მოდის დარტყმები ქუვეითის გამთქნარებელებზე, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ბაზებზე, 5 ქვეყანაში და პლუს უკვე მძევლების აყვანის მუხარა. მეორე მხრივ ჩვენ გვყავს ტრამპი, რომელიც აგროვებს F-16-ებს, F-35-ებს, საწვავის შემსმელ თვითმფრინავებს, აგრძელებს მოზიდვას. მეორე ავიამზიდი და როგორც ორი გამოცემა CNN და CBS იუწყებიან შეიძლება გასცეს ბრძანება დიდი ოპერაციის დაწყებაზე უკვე ამ შაბათ-კვირას. ამასთან თეთრი სახლის სპიკერი სპირით კვლავ იმეორებს, რომ დიპლომატიას ამჯობინებს, მაგრამ დარტყმის სასარგებლოდ ბევრი არგუმენტია. ეს კაროლაინ ლივიტის ციტატაა. ორივე მხარე უკვე ინფრასტრუქტურას ურტყამს და ეს ფაქტობრივად ნიშნულოვანი ზღვარის გადალახვაა. დარტყმები სამოქალაქო მოსახლეობის საარსებო სისტემებზე. ეს არის წითელი ხაზი, რომლის შემდეგაც ჩემი აზრით უკან დაბრუნება და სიტუაციის დაბრუნება ძველ მდგომარეობაში მაქსიმალურად რთული იქნება. და აი საბოლოო აზრი ასეთია. ჩვეულებრივ ასეთ კრიზისებში იმედი მოლაპარაკებებზეა. ანუ იმ ადამიანებზე, რომლებიც მაინც ეძებენ გამოსავალს. მაშინაც კი როცა ომი ყველაზე ცხელი ფაზაშია. ირანში ამ ადამიანებს ახლახან ქვები დაუშინეს და მოღალატეები უწოდეს. ანუ ისინი ვისაც მშვიდობა უნდა და ახლა გვერდზე სცემენ, ხოლო ვისაც ომი უნდა, თითქოს იარაღდებიან და საზოგადოებას უფრო რადიკალურს ხდიან. ხოლო უზენაესი ლიდერი, რომელიც თეორიულად ერთადერთი იყო, ვინც ყველას როგორმე შეაჩერებდა, ან იმალება, ან უუნაროა. არავინ ზუსტად არ იცის, როცა ასეთ სახელმწიფოს არ ყავს ხილული მთავარი ლიდერი, ხოლო ბერკეტებს იფხრობენ რადიკალები, რომლებიც ხვირიან, რომ შულისძიებაა საჭირო და მძევლების აყვანა. ეს ყველა შესაძლო სცენარს შორის ყველაზე საშიშია. აი დღეს აი სხვა შორის გუშინ პაკისტანს უნდა მიიღო აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების რაუნდი ისლამაბადში. მაგრამ ეს მოლაპარაკებები არ შედგა. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ რომ არ ჩამოშლილიყო ეს ზავი, დღეს კიდევ ერთი მოლაპარაკება იქნებოდა, მაგრამ ის არ შედგა. აი შესაბამისად ეხლა მხოლოდ ამ კონფლიქტის ესკალაციას შეგვიძლია ვადენო თვალი. და რა იქნება შემდეგ. ხედავთ, რომ თითოეული მხარე ზეწოლის მოხდენას ცდილობს და არც ერთი მხარე არ აპირებს თუნდაც ერთი ნაბიჯით უკან დაიხიოს. აქ 3 წელს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ. ამ გამოშვების ქვეშ გამოიწერეთ არხი, დააცკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე ყველას. ნახვამდის.